მოგესალმებით ეთერშია დასუტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. რა დაიცვა ქართველმა ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ ეს ხელისგულზე ჩანს ჩვენი ეროვნული ინტერესი, მშვიდობა, ეკონომიკა. ძალიან გამოცდილი კაცია ბატონი გუტერეში და პირდაპირ მითხრა რომ ეს გზა მიგიყვანთ ქვეყნის გაერთიანებამდეო. ეს იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო მოსასმენი. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით ყველა ქვეყნის მიმართ სამი მოთხოვნა არსებობს, რომ დამყარდეს მშვიდობა, იყოს ეროვნული ინტერესების გამტარი ხელისუფლება და განვითარდეს ეკონომიკა. თუმცა ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსგან განსხვავებით ამის შესრულებას ხვისი ინტერესებით მმართველი სახელმწიფოები ვერ ახერხებენ. დამწვრობის ცენტრის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის ლაშა იაშვილის განცხადებით ქალის მდგომარეობა, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მისი დაწვა შეეცადა უმძიმესია. როგორც ექიმმა აღნიშნა, პაციენტს სხეულის თითქმის ნახევრის 40-45%-იანი დამწვრობა აღენიშნება. პროგნოზებზე ლაპარაკი რთულია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი ამ მძიმე ტრავმიდან გამოვიდეს. ბასრის საგნით ჭრილობა აქვს გულმკერდის არეში, თუმცა გულმკერდის ღრუში შემავალი არაა, აღნიშნა იაშვილმა. ცნობისთვის კასპში ეგრეთ წოდებული მირიანის დასახლებაში მამაკაცმა ყოფილ-ცოლს ქიმიური ნივთიერება შეასხარის შედეგადაც ქალმა დამწვრობა მიიღო. პოლიციამ აღნიშნული პიროვნება დააკავა. უწყების ცნობით დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეს-სპიკერ ნათია იოსელიანის ბრიფინგი გაიმართა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება სხვადასხვა უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს ამ პროცესში მჭიდრო თანამშრომლობისთვის და კოორდინაციისთვის. ასევე მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისთვის, მონაცემების გადამოწმებისთვის და სიების სრულყოფის პროცესში შეტანილი წვლილისთვის. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორის 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. არ მინდა რომ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერთან პოლემიკაში შევიდე. ასეთი დამოუკიდებელი, სუვერენული და ეროვნულ ინტერესებზე მდგარი ხელისუფლება საქართველოს არ ხოლია. ასე გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებას, რომელმაც გაეროს გენერალური ასამბლეის ხდომაზე რუსეთის მხრიდან საფრთხეებზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროპამ საქართველოს დაკარგა და მოლდოვის დაკარგვა არ უნდა დავუშვათ. ყაველაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომ უკრაინაში ომის დაწყების პირველ დღეებში ქვეყნის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნა, რომ ქვეყნის რომელიც ჰუმანიტარული დახმარების კუთხით პირველ ხუთეულში იყო, მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები დაუშვებელია. სრულიად უანგაროდ ყველა მოქალაქე ვიყავით განწყობილი, რომ დავხმარებოდით უკრაინას. ჰუმანიტარული დახმარების ხუთეულში იყო პატარა საქართველო. წარმოიდგინეთ თქვენი ქვეყნისთვის ვინმე ასე რომ აკეთებდეს, რომელიმე ქვეყანა და რომელიმე ქვეყნის ხალხი, განაცხადა ყაველაშვილმა. ძალიან დაგვეხმარა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მეტი სტაბილურობის უზრუნველყოფასა და პოლარიზაციის შემცირებაში. ამ კანონმა მოგცა იმის შესაძლებლობა, რომ დღეს პოლარიზაციის ხარისხი შემცირებულია. რადიკალურ ძალებს არ აქვთ საკუთარი დღის წესრიგის წარმატებით რეალიზების საშუალება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაში მონაწილეობისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ბიზნესისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ სტაბილურობას. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი, პოლიტიკური სიმშვიდე, განაცხადა კობახიძემ. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ბერლინში ბუნდესტაგისა და საგარეო საქმეთა და ევროკავშირის კომიტეტის წევრ კნუტ აბრაჰამს შეხვდნენ. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით შეხვედრაზე ისაუბრეს ლევან ხაბაიშვილის დაკავებაზე, მიხეილ სააკაშვილზე, პოლიტპატიმრებზე და უვიზო მიმოსვლაზე. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო პოლიტპატიმრების საკითხს. საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ნაციონალური მოძრაობის პოლიცაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბაიშვილის დაკავებას და ყველა იმ ჩვენი თანამებრძოლის ციხეში ყოფნას, რომლის დასასრულიც ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟზე გადის, სადაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ხალხთან ერთად ჩვენი გერმანელი პარტნიორები ძალიან დიდ როლს ითამაშებენ, განაცხადა ლევან სანიკიძემ. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს. ნაციონალური მოძრაობის ცნობით პარტიის ლიდერებმა ვიზიტის დროს შეხვედრა გამართეს გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან, გერმანია სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილესთან. თინა ბოკუჩავას განცხადებით, სწორედ გერმანიამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოს სამხარაძე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთის პარლამენტის მიწვევით ბრატისლავაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით დელეგაციის წევრები სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მარიან ქერის და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა სლოვაკ კოლეგებთან კულტურისა და ტურიზმის სფეროებში არსებული პოტენციალის სრულად ათვისების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. როგორც მათ აღნიშნეს, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენები დაინიშნოს. მხარეებმა ამ მიმართულებით მუშაობის მზადყოფნა გამოთქვეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ორგანიზებით მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძესთან და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელ ნათია ზაალიშვილთან ერთად გახსნა. მათ ყურადღება გაამახვილეს ჩართული მხარეების ინფორმირების მნიშვნელობაზე. ისაუბრეს მათ როლზე და საარჩევნო პროცესში პროფესიონალიზმზე დაფუძნებული ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობაზე, სადაც ყველა ჩართული მხარე არის ინფორმირებული და მზად არის საკუთარი პასუხისმგებლობის ობიექტურად შესასრულებლად, რაც დემოკრატიული პროცესის გამართულად განხორციელების წინაპირობაა. ჩვენ დამოუკიდებელი თავისუფალი სუვერენული სახელმწიფო ვართ და ეს შემთხვევით არ მოსულა ბრძოლით მოვიპოვეთ. დღესაც ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა. ამის შესახებ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა მშვიდობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მან ოპონენტების განცხადებებიც გააკრიტიკა და მოსახლეობას მისი გუნდისა და ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით ამჟამინდელ ვითარებაში რუსეთს განსაკუთრებით სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა. ხალხი ხვდება თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ყოველთვის რუსეთისთვის და დღევანდელ პირობებში ორმაგად მნიშვნელოვანია. რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა, ჩვენი პოლიტიკური სისტემის მდგრადობა და შიდა პოლიტიკური სიტუაცია. განაცხადა პუტინმა ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე. მისი თქმით, პოლიტიკური სტაბილურობა, რომელსაც ამომრჩევლების უზრუნველყოფენ რუსეთის წარმატების საფუძველია ყველა სფეროში, მათ შორის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებსაც არაფრის არ ეშინოდათ და გამოვიდნენ გუბერნატორის არჩევნებზე, რითაც შეასრულეს თავიანთი მოვალეობა. დღევანდელ პირობებში ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, აღნიშნა პუტინმა. მოლდოვაში 28 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომელსაც შესაძლოა მასშტაბური შედეგები მოყვეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობის კუთხით. ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც როიტერსი აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ დაარსებული მართველი პროევროპული მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია იმედოვნებს, რომ შეინარჩუნებს უმრავლესობას პარლამენტში. პარტიას სავარაუდოდ სერიოზულ გამოწვევას შეუქმნის პრორუსული ოპოზიციური პარტიების ჯგუფი, პატრიოტული ბლოკი, რომლის ყველაზე დიდი პარტიის სოციალისტების ლიდერი იგორ დოდონის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა. ტინას არჩევნო პერიოდში დომინანტური საკითხი ევროკავშირთან ინტეგრაციაა. როიტერსი წერს, რომ შედეგი მნიშვნელოვანია ევროპისთვისაც, რადგან ის ცდილობს დაუპირისპირდეს რუსეთის გავლენას უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების განცხადებით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო გემის უკან დასახევად, რომელმაც სადავოს საზღვაო საზღვარი გადაკვეთა. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს. გემმა ჩრდილოეთის სასაზღვრო ხაზი სამხრეთ კორეის სასაზღვრო კუნძულთან გადაკვეთა, მაგრამ უკან დაიხია მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის სამხედროებმა გაავრცელეს აუდიო გაფრთხილება და გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. განაცხადეს სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა. ამ დროისთვის უცნობია გახსნეს თუ არა ჩრდილოეთ კორეის ძალებმა საპასუხო ცეცხლი. ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური სააგენტოს ყოფილ დირექტორ ჯეიმს კომის ბრალი ორი დანაშაულისთვის წაუყენეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომის ბრალი წაუყენეს ცრუ ჩვენების მიცემასა და კონგრესის ხდომებისთვის ხელის შეშლაში და თუ ის დამნაშავედ ცნეს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. CNN-ის ინფორმაციით იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიება ეხებოდა იმას, გააკეთა თუ არა კომიმ ცრუ განცხადებები კონგრესში ჩვენების მიცემის დროს, რომელიც 2016 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარავის გამოძიებას მოიცავდა. ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ კომი უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს. მან ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აცხადებს, უდანაშაულო ვარ, ასე რომ მოდით სასამართლო პროცესი ჩავატაროთ. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.